მოგესალმებით ობიექტივის ტელე და რადიო ეთერში რეგიონული სიახლეების დროა ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი მე კი ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ 11-12 ნოემბერს ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა დედოფლის წყაროსა და მის სოფლებშიც როგორც ქალაქ დედოფლის წყაროს გამგებლის წარმომადგენელი ბესიკ ცისკარაული ამბობს ქარმა კულტურის სახლის შენობას სახურავი გადახადა დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები და მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლები მრავალწლიანი ხეები წაიქცა ელიას მთაზე მდებარე ტყეში და სოფელ გამარჯვებაში თბილისი დედოფლის წყაროს ცენტრალურ მაგისტრალზე ხოლო სოფელ სამრეკლოში ერთ-ერთი ადგილობრივი სახლს აივანი ჩამოენგრა სოფლებში გამარჯვებასა და სამრეკლოში ხეების წაქცევის შედეგად დაზიანდა ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები ბოლო დღეების განმავლობაში დედოფლის წყაროს შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი ნახოთ ახლა კომენტარი სახურები გადახადა საცხოვრებელ ბინებს კორპუსი გადახადა და მოაჯირი კულტურის სახლს მოხდა ასევე თუნუქის სახურავი ნაწილობრივ რაზეც მიდის უკვე ზარალის დადგენა როგორც თანამშრომლობა მოგვახსენეს მიმდინარეობს ისე იგი არის ძალიან დიდი ჩადებული თანხები გაკეთდა ახლიდან სცენა გაკეთდა ახლიდან რემონტი კურსახში ახალი განათებით გაკეთდა და ამიტომ სასწრაფოდ იქნება აღმოფხვრილი ეს დაზიანებები რომ კიდე უარესად არ დაზიანდეს ან სცენა ან თვითონ აპარატურა და ან კიდე ეკრანი რომელიც არის ძალიან ძვირი და ამის შესაბამისად ძალიან სწრაფად მოხდება მათი გადახურვა სახურავის აი ამ თანხების გამოყოფაზე რა პროცედურებია რა პროცედურებია და ეს თანხების გამოყოფა ხდება რომ კომისია დაადგენს ზარალს შესაბამისად მე შედის საკრებულოში და საკრებულო განიხილავს და საკრებულო გამოყოფს დაგვავალებს უკვე გამგეობას დაავალებს გამოყოფს თანხებს რომ მოხდეს შესაბამისად მათი გარემონტება აღდგენა გადახურვა სახურავების რომ შემდეგ ზიანი აღარ მიიღო და შესაბამისად ასე მოხდება მოქალაქეების საცხოვრებელ ბინებზეც მოსახლებთან დავაფარებთ უკვე დაფარებულია სახურავი მოაჯირის ზარალის დადგენაც ასევე 4 სართულია და მოსახლესთან ვიყავით თვითონ გამგებელი ბრძანდებოდა და გამგებელმა დახმირდა მოსახლეს უთხრა რომ ყველანაირად დაუნაზღაურდებოდა მას მიყენებული ზარალი და მართლაც დაუნაზღაურდებოდა როგორც დადგინდება ზარალის ოდენობა გამოიყოფა ხელოსანი და გაუკეთებენ ახლიდან მოაჯირს აი ეს მოაჯირს თაჩერი მიმდინარეობს ამ ზარალის დადგენა და შესაბამისად მოხდება გადახურვა სადაც არის დაზიანებები ასევე ელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოტეხა რამდენიმე ხე დიდი ხეები რომელიც შესაბამისად კომუნალურმა სამსახურმა შეფერხე მექანიზატორმა გამოიტანა მათი დასაწყობება დაჭრა და შესაბამისად მიეცემა რომელიმე გაჭირებულ ოჯახს ეს ბუნებრივი აირის გაყვანილობის გაუმართავობა დედოფლის წყაროში 3 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა სოფელ არბოშიკში შეშის ღუმელში კუსტარულად ჩამონტაჟებული გაზის მილიდან მოულოდნელი აალების შედეგად მოხუცმა მამაკაცმა სხეულის მრავლობითი დამწვრობა მიიღო მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს თუმცა რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა სოფელ არბოშიკში ამბობენ რომ მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც არა დამწვრობა, არამედ გულის გაჩერება გახდა. გასულ კვირას აბაზანაში დამონტაჟებული გაზის გამათბობელიდან გაჟონილი ნამწვისგან 32 წლის მამაკაცი და 40 წლის ქალი გარდაიცვალა სოფელ სამრეკლოში. ცხედრები 7 ნოემბერს დილით აღმოაჩინეს, როგორც დედოფლის წყაროს მთავარი ექიმი ხათუნა ზურიკაშვილი ამბობს, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორივე ადამიანი უკვე გარდაცვლილი დახვდა, რის გამოც მათი სტაციონარში გადაყვანა აღარ მომხდარა. ცხედრები გურჯაანში გადაასვენეს, გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს. ჩვენი რეპორტაჟი ვნახოთ ტრაგიკული შემთხვევების შესახებ. სოფელ არბოშიკში უბედური შემთხვევის ორ ვერსიაზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, 85 წლის მამაკაცს სავარაუდოდ შეშის ღუმელში კუსტარულად ჰქონდა დამონტაჟებული გაზის მილი, რომელიც აფეთქდა. მეორე ვერსიით კი ღუმელის ანთების დროს მამაკაცს საწვავი შეეშალა და ნავთის ნაცვლად ბენზინი შეასხა, რამაც აალება გამოიწვია. როგორც დედოფლის წყაროს მთავარი ექიმი ხათუნა აგლაძე ამბობს, სტაციონარში მოთავსებისას პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ ყოფილა. მისი თქმით, დამწვრობის ეს ხარისხი მამაკაცს
მამაკაცის გარდაცვალებას ვერ გამოიწვევდა. მოხუცი თბილისის დამწვრობის ცენტრში მომხდარიდან 2 კვირის შემდეგ გარდაიცვალა. სოფელ არბოშიკში ამბობენ, რომ მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც არა დამწვრობა, არამედ გულის გაჩერება იყო. მამაკაცს ასანთის ღერი აანთო და უცებ დაგროვილი იყო სახში გაზი და გაჩნდა მთლიანად ცეცხლი. ის გაზი საიდანაც გაიპარა, თუ როგორ იყო და უცებ ამან ასანთი აანთო და ის კიდე აფეთქდა და სამონტყოში წაიყვანეს ესე თქვეს. სახლიც დაზიანებულია უთქვეს. გაზი არა, მე არ გამიგია, მაგრამ ისე თქვეს, რომ გაზით დაიწვალა. სხვა არაფერი. გარდაიცვალა. გარდაიცვალა კი. მაშინვე თუ არა, მე სამონტყოში წაიყვანეს. რაიონში გადაიყვანეს და რაიონიდან მე თბილისში წაიყვანეს. ნუ რა ვიცი, ხმა გავიგე და შეშეს ღუმელს სამთემდაო, მე როგორც გავიგე და ისაქნა სალიარკა ეს მაგევრად ის ბენზინი შეუსხია. ქონია არეული ქონიათ. ეს ვიცი, სხვა არაფერი არ ვიცი. მარტო ხელა იყო შვილი ერთი ქვემოთ აყავ გათხოვილი და თვითონ მარტო იყო. აი ჩვეულებრივ ღუმელში გაზის სისხლთო გინახავთ. ხო აი გაზის კუსტარული სატრობკასო დაუწრებავენ ხოლმე ნახრეთებიანი, მე როგორც ვიცი, ის აქონდა ინფორმაცია ესეთი მაქვს რა შეყოფილი და ეთქობა გვიანანთო ასანთი და ეგეთი რაღაცა რო კრანი რო გახსნა ასანთიანთო გვიან. და სახეზე მივარდა რა და ვეღარაიტან ერთი 10 დღე 5 მეტრე იცოცხლა და ეთქობა ვეღარაიტან ეს ჩაისუნთქე ეთქობა და სახეც იყო დამწვარი ხელებით და ნუ რამობითი დამწრობა იყო რა, მაგრამ რთული არ იყო ახლა ყოველ შემთხვევაში. არა, შინაგანი არ იყო, გარეგანი იყო ნამდვილად. ჩვენ გავაგზავნეთ, არ იყო იმ სიმძიმისა, რომ რეალურად იმძება. ეგ მოხუცებული იყო, შეიძლება სხვა რამე თქვა. კი, გულით დაიღუპა, მაგრამ აი თბილისში რატო გაიგზავნა, მაგას გეკითხებით. შეიძლება დამწრობის ცენტრში, არა, ჩვენ ვურჩიეთ ესია წესი, რომ რეალურად უნდა სპეციალისტმა ნახოს, რომ სამრავლობითი დამწრობაა და კომპოსტოლოგის კონსულტაციაზე გავაგზავნებით აუცილებლად. მოხდა ჯაფარიძეში ეგ გავიგიმე ხათუნა ქვიან მარგოგოს თავისი გვარი ბიკაშვილი აქვს. ესე 40-ზე მეტი ჯოვანების არის. 2 ბავშვი სკოლაში დადის მაგისი ერთმე 9 წლის და 13 წლის ამბობს არის. 40-ზე მეტი არის. ესე 41 და დიდი შვილები წახავს ერთი ავჭარიდან ჩამოხდით არის და ესე 40-ზე მეტი არის. თუმურად არის, კივით არის აქ სოფელში. და როგორც მრავალშვილიანი დახმარება შეიძლება გაჩერებულია. ჯერ გურჯაანშია ორგარეკა აი თანაკლასელები რო თქვენ თუ კავშირდებიან მშობლები ჯერ გურჯაანში არის კარი ექსპერტიზაზე. ამ ბიჭა შუბლების გარდა ახლა კონდა სახელი შუბლები. და გაზით თბებოდნენ? ხო, ეთქობა და აბანოში აბანოდან გავიდაო რა. არა, უშველია. ეს გაზეთ არიან გაგუყურები მოწერ. ბიჭი ჩვენი გუდრია და ხალი კიდე ეს იყო. სოფელში წაროდა ხოლა ბუჩის. ექსპერტიზებია დანიშნული, შემიძლია რომ გითხრათ ამ ეტაპზე და ეს რა ქვია მუხლი. 115 მუხლის მიმდინარეობს გამოძიება. თითქოსობამდე მიყვანა. ექსპერტიზები კი ბატონო, ტექნიკური ექსპერტიზა ჩატარდება, ანუ რისგან არიან გადაცვლილი ყველაფერი, ანუ ამ აირის იმაზე როგორც არის რა. მაია ლაპიაშვილი საპატრიარქოს სკოლის ყოფილი დირექტორი თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნით სიღნაღის სასამართლოში ჩივის, მან სარჩელი უკვე შეიტანა. რა პასუხი აქვს საპატრიარქოს სკოლის ახალ ხელმძღვანელობას დედოფლისწყაროში? ამის გარკვევას შევეცადეთ და მოვისმინოთ ახლა სკოლის მოქმედი დირექტორის კომენტარი. ქალბატონმა მაიამ სიღნაღის რაიონის სასამართლოში შეიტანა სარჩელი და გვიჩივის, რომ იგი განთავისუფლებული არის დისკრიმინაციის საფუძველზე და ითხოვს აღდგენა სკოლაში და კომპენსაციას.
თუმცა თქვენი პასუხი რა არის დისკრიმინაცია? დისკრიმინაციის საფუძველზე ქალბატონი მაია არ ყოფილა განთავისუფლებული, ის განთავისუფლდა, რადგანაც სკოლაში გაუქმდა საშტატო ერთეული. რასაც მიუთითებს ქალბატონი მაია, რომ დისკრიმინაციის საფუძველზეა განთავისუფლებული, ეს ყოველად მიუღებელია და ჩვენ ამას უარყოფთ. თქონდა სარჩელი მოგვივიდა ჩვენ ვაპირებთ შესაგებლის შეტანას და უარყოფთ იმას, რომ ქალბატონი მაია განთავისუფლებული იყო დისკრიმინაციის საფუძველზე და შევიტანთ ამის შესახებ შესაგებელს სასამართლოში. ჩვენ გვეყოლება ნამდვილად ადვოკატი და დაგვეხმარება ეს. არის პრეცედენტი, რომ საპატრიარქოს სკოლას კონდეს სასამართლო დავა? ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ვიცი და არ გამოგონია. ალბათ ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. ახტანგორგასის სახელობის სკოლის დირექტორი, ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძია აღმასრულებელ დირექტორად კი თეა სხიტლაძე დაინიშნა. ქიზიყიჯის ინფორმაციით, სხიტლაძე მარგვეთის და უბისის ეპარქიაში ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. საპატრიარქოს სკოლა დედოფლის წყაროში 2014 წლის ოქტომბერში გაიხსნა. გასულ წელს სკოლამ ავტორიზაციის მოპოვება უმოგლის ვადაში სწორედ ლაპიაშვილის დამსახურებით შეძლო. საპატრიარქოს ბიუჯეტიდან მისი წლიური დაფინანსება 140,000 ლარია. სკოლას ყავდა ორი აღმასრულებელი დირექტორი, ერთი სასწავლო დარგში და მეორე ფინანსურ დარგში. ჩვენ დაფუძნებელთან შეთანხმებით მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ მცირე კონტინგენტიანი სკოლა და ამ ეტაპზე არ არის საჭირო ორი აღმასრულებელი, თუმცა იგივეს ვფიქრობდით ჩვენ, როდესაც ჩავიბარეთ სკოლა, მაგრამ შუა სასწავლო პროცესში არ ჩავთვალეთ ამ ცვლილების შესრულება საჭიროდ და აუცილებლად იქიდან გამომდინარე, რომ არ გამოიწვია რაღაც გართულებები და ესეთი აროდალებულ სკოლაში და დაველოდით ახალი სასწავლო წლის დაწყებას. 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა მაია ლაპიაშვილის სახელით სიღნაღის რაიონულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი დედოფლის წყაროში მოქმედი წმინდა ვახტანგ მეფე გორგასლის სახელობის სკოლა-ინტერნატიდან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან მოსარჩელის დისკრიმინაციული მოტივით უკანონოდ გათავისუფლების საკითხს შეეხება. დირექტორის თქმით, იგი თანამდებობიდან ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე დასწრების გამო გაათავისუფლეს. მოპასუხეს სკოლა-ინტერნატის საქართველოს საპატრიარქოს მიერ არის დაფუძნებული და წესდების თანახმად მის ძირითად მიზანს ქრისტიანული და ზოგად საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ჩვენ ამ პროცესს თვალყურს მივადევნებთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე დღის წინ ამ სკოლაში მოქმედმა ახალმა დირექტორმა მშობელთა კრება მოიწვია და სკოლაში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა მოსწავლეთა მშობლებს. ამ კრებას გამოეხმაურა გათავისუფლებული დირექტორი მაია ლაპიაშვილი, რომელიც ღია წერილს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს. უსამართლობასთან ბრძოლაში მარტოდ დარჩენილს მიწევს ქარის კვილების ლეწვა. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ შეცდომებისგან ასეთ სიტუაციაში დაცული არ ვარ. შეცდომების აღიარება ძნელი ყოფილა, მაგრამ მე არ მიჭირს საკუთარი შეცდომებისთვის ბოდიშის მოხდა. ამჯერად ეს ეხება მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლის საზოგადოებას, რომელიც მე შევქმენი. ერთ გუნდად შევკარი, განვავითარე, მიყვარდა, მაბედნიერებდა და მიხაროდა. საზოგადოებას, რომელსაც 2 საათის განმავლობაში მოუწია ჩემთან დაკავშირებით მომზადებული მონოლოგის მოსმენა. მონოლოგის, რომელიც ოსტატურად იყო დაგეგმილი ჩემს წინააღმდეგ ადამიანების განწყობისთვის. ბოდიშს გიხდით კონკრეტული სიტუაციებისთვის, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია მიზანმიმართულად ჩემი დისკრედიტაციისთვის და საზოგადოების ჩემს მიმართ უარყოფითად განწყობისთვის იყენებს. მერწმუნეთ, რომ სკოლაში არსებული დარღვევების აღმოფხვის მიზნით მონიტორინგის ჯგუფის მოწვევა არც ერთი თქვენგანი შეურაცხყოფას ან დაზარალებას არ ისახავს მიზნად. ჩემი შეცდომა ისაა, რომ წინასწარ ვერ გავიაზრე, როგორ გამოიყენებდა ამ ფაქტს ადმინისტრაცია. ჩემთვის ძვირფასია ნებისმიერი მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი. საკუთარი უფლებების დაცვის დროს არანაირი სურვილი არ მაქვს, რომელიმე თქვენგანი უმნიშვნელო რაიმე ზიანით დავაზარალო. ეს თქვენ არ უნდა შეგეხებოდეთ, მაგრამ მე ის ვერ გავითვალისწინე, რომ ეს ამბავი მაინც თქვენზე გადაივლიდა. ბოდიშს გიხდით, რომ ჩემს გამო
გიწევთ სკოლის ადმინისტრაციის დიდი მსახიობების მიერ დადგმული სპექტაკლების ყურება, მოსმენა და მათში მონაწილეობა. ბოდიშს გიხდით, რომ მოგეკეცით ისე, როგორც თქვენ მომეკეცით, ვერ დაგიცავით. რკინის ქალამნები ჯერ არ გამიცვეთია, სანამ შევძლებ და ვაპირებ სიმართლის ძიებას, მანამდე გპირდებით, რომ ამის შემდეგ ვიქნები მაქსიმალურად ფრთხილი და წინდახედული და არ დავუშვებ ნებისმიერი თქვენგანის განერვიულებას, განაწყენებას ან რაიმე სახით დაზარალებას. დიდი სიყვარული და პატივისცემით მაია ლაპიაშვილის ღია წერილი იყო ეს, რომელიც მან საპატრიარქოს სკოლაში გამართული მშობელთა კრების საპასუხოდ გაავრცელა ეს მიმართვა. ჩვენ მაია ლაპიაშვილის პოზიცია შევთავაზეთ ღია ეთერშიც დაეფიქსირებინა, ამჯერად მან ვერ მოახერხა, იმეც ვიტოვებთ, რომ მომავალ გადაცემებში ის მოახერხებს ამას. ახლა კი ჩვენი მომდენო რეპორტაჟი კვლავაც ცოფზე ბოლო 2 თვის განმავლობაში ცოფის გამოვლენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლის წყაროში ერთმანეთის თანმიმდევრულად, 3-ჯერ გამოცხადდა საკარანტინო მდგომარეობა. ყველაფრის მიუხედავად რძედა რძის პროდუქტები თავისუფლად იყიდება როგორც დედოფლის წყაროში, ისე დაავადების აღმოჩენის უბნებშიც. ამჯერად ცოფის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის ძაღლს აღმოაჩნდა. ქალაქ დედოფლის წყაროში კი მსხვილფეხა პირუტყვს, რომელიც ორივე შემთხვევაში დაავადება უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა. მიმდინარე წელს ცოფის გამოვლენის სტატისტიკა ასეთია: 31 აგვისტოს სოფელ სამრეკლოში მსხვილფეხა პირუტყვს აღმოაჩნდა, 7 სექტემბერს სოფელ სამთაწყაროში ბესიკ ფუტკარაძის ოჯახში ძაღლს დაუდასტურდა, ხოლო 9 ოქტომბერს ქალაქ დედოფლის წყაროში გელა მანუკიანის მსხვილფეხა პირუტყვს. ინფექციის კერაში აიწრა 319 სული ძაღლი, 86 სული კატა, 277 მსხვილფეხა და 59 წვრილფეხა პირუტყვი. ოფიციალური მონაცემებით სამრეკლოში აიწრა 1559 დაავადების ამთვისებელი ცხოველი, ხოლო სამთაწყაროში აიწრა 229 ცხოველი. პროფილაქტიკის მიზნით დედოფლის წყაროში ამ ეტაპისთვის აცრილია 3361 ძაღლი და კატა, ხოლო ქალაქ დედოფლის წყაროში კი 558 ძაღლი და კატა. ჩვენი რეპორტაჟი ცოფის შესახებ. ორ თვეში ცოფის გამოვლენის 3 შემთხვევა დაფიქსირდა დედოფლის წყაროში. ამჯერად ცოფის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქის ძაღლს აღმოაჩნდა. ქალაქ დედოფლის წყაროში კი მსხვილფეხა პირუტყვს. ორივე შემთხვევაში დაავადება ლაბორატორიულად დადასტურდა. ცოფი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით. მისი ამთვისებელია ყველა სახის თბილსისხლიანი ცხოველი. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მომაკვდინებელი ინფექციური დაავადების კერა დედოფლის წყაროს 3 სხვადასხვა ადგილას გამოვლინდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის და შესაბამისი უწყებები ცოფის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად ატარებენ. ქალაქ დედოფლის წყაროში მცხოვრებ გელა მანუკიანს მსხვილფეხა პირუტყვში ცოფის შემთხვევის გამოვლენის პერიოდისათვის დაახლოებით 10 სული მსხვილფეხა საქონელი ჰყავდა, რომლებსაც დაავადების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდათ. როგორც მეპატრონე ამბობს, საქონლისათვის არც რაიმე ნაკბენი შეუმჩნევია. კახეთის რეგიონულმა სამმართველომ წერილობით მიმართა კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს ინფექციის კერის არაკეთილსაიმედოდ გამოცხადების შესახებ, რის შემდეგაც გუბერნატორის ბრძანების საფუძველზე карантине ამოქმედდა. როგორც დედოფლის წყაროს ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახის წევრებს ანტირაბიული მკურნალობის კურსი utardebათ. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ლალი ალადაშვილი შირაქთან საუბრისას ამბობს, რომ პრევენციული ზომების გატარება ოპერატიულად დაიწყო. კითხვაზე карантиნის მოქმედების პერიოდში რატომ იყიდება ცოფის გავრცელების კერაში რძედა რძის პროდუქტები, ვის ევალება პროცესის კონტროლი და უნდა იყოს თუ არა პროდუქცია შეზღუდული, სურსათის ეროვნულ სააგენტოში უპასუხეს. სააგენტოს წარმომადგენელი ოთარ პარკაძე ამბობს, რომ სურსათის სააგენტოს კონტროლის მექანიზმი არ აქვს და ცალკეულ სოფლებში ვერც პატრულირებას განახორციელებს. მისი განმარტებით ისინი რეგიონების ხელმძღვანელობასთან აქტიურ კონტაქტში არიან და ინფორმაციას ოპერატიულად აწვდიან. карантиნის გამოცხადების შემდეგ პროცესზე მეთვალყურეობას რეგიონის გუბერნიები ახორციელებენ. რძის პროდუქტების რეალიზება კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააკონტროლოს. ეს შემთხვევა დაფიქსირდა 9 ოქტომბერს გელა მანუკიანის კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში. აღნიშნულ პიროვნებას ყავდა იმ დროისთვის 10 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. ნაკბენი არ შეუმჩნევია ამ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის და დაცემის შემდგომ შემოწმებული იქნა ლაბორატორიაში და დაასტურდა სოფის შემთხვევა.
აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა დედოფლის საყაროს მუნიციპალიტეტში. სოფლის დაფიქსირების შემდგომ ჩვენმა სპეციალისტებმა მიაწოდეს გუბერნატორს каранტინის პროექტი, დაწერდა შემზღუდავი каранტინი, რომელიც ითვალისწინებს 60 დღის განმავლობაში უკანასკნელი სოფლის შემთხვევიდან 60 დღის განმავლობაში შემზღუდავ ღონისძიებებს. რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ცოცხალი ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვას, ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას, ცხოველების გადაადგილების შეზღუდვას და ასე შემდგომ. каранტინი მოიცავს 3 კილომეტრიან ზონას, ანუ შემთხვევის ადგილიდან 3 კილომეტრის რადიუსით ტარდება აღნიშნული შემზღუდავი ღონისძიებები, აგრეთვე ტარდება იძულებითი ღონისძიებები, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს ცხოველების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოებს. მთლიანობაში აცრილი არის 750-მდე სული ამთვისებელი პირუტყვი ამ 3 კილომეტრიან ზონაში. თვითონ რაც შეეხება მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით პროფილაქტიკური ღონისძიებები, თვითონ დედოფლის საყაროს მუნიციპალიტეტში დღეის მონაცემით აცრილია 3000 სული პირუტყვი პროფილაქტიკური ღონისძიების შედეგად. დასრულებული არის თორე ღონისძიებები უშუალოდ დედოფლის საყაროს ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც ბოლო შემთხვევა გამოვლინდა წელს. დასრულებული არ არის, მოგეხსენებათ მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს სოფლის წინააღმდეგო ვაქცინაცია, თვითონ დედოფლის საყაროს ქალაქში მანამდე აცრილი იქნა 550 სული შინაური ხორცის მჭამელი ცხოველი. ეს იძულებითი წესით? არა, მანამდე პროფილაქტიკური. ამ ბოლო შემთხვევის გამო იძულებითი რო იყო ეს ღონისძიებები თუ არა? ანუ იძულებითი ღონისძიებები დასრულებული არის, საკარანტინო ღონისძიება გრძელდება რა თქმა უნდა, ვინაიდან 60 დღის განმავლობაშია დაწესებული საკარანტინო შემზღუდავი ღონისძიებები. მოეკვეთა თავი, გაიგზავნა ვეტ ლაბორატორიაში და სადაც დადასტურდა ცოფის შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ვეტ სამსახურმა, რაიონის ვეტერინარულად სამსახურმა. შემთხვევის კვლევაზე გავედით კერაში, მოვიძიეთ დავადებულ ძაღლთან კონტაქტირებული პირები. იყო 5 ადამიანი, სულ ოჯახის წევრები. აღნიშნულ დღესვე გაუკეთეთ აცრები 5-ვე პიროვნებას და ვეტერინარულმა სამსახურმა დაიწყო თავისი საქმიანობა. ანუ მიმდებარე ტერიტორიაზე აცრილია ყველა ცხოველი, ძაღლი, კატა თუ ასე შემდეგ, სულფეხას საქონელი. ჩვენ კი ოჯახის წევრები ყველა ავწერეთ. სხვა ამ დავადებულ ძაღლთან კონტაქტში არ ყოფილან ადამიანები, შესაბამისად 5 პიროვნება აცრილი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. უტარდება სრული კურსი აცრების, ანტირაბიული ვაქცინაციის სრული კურსი. каранტინის გამოცხადება არ გახდა საჭირო. каранტინის გამოცხადება ხო ცხოველებში ვეტ სამსახურმა რა ჩაატარა კვლევას მათ შეეკითხეთ, ჩვენ 5 ადამიანით შემოვიფარდეთ, მეც შეხება არ ქონია. წინა შემთხვევაში დასრულდა აცრები? კი, აცრები დასრულებული აქვს. პირველი შემთხვევა იყო ჯაფარით სოფელ სამრეკლოში, ოჯახის წევრები, იქ იყვნენ მეზობლებიც, სხვა პირებიც, 9 პიროვნება იცრებოდა. ეხლა 5 პიროვნება იცრება. ამ შემთხვევაში კურნალობა დასრულებულია წინაშე. კი, წინა შემთხვევის კურნალობა დასრულებულია. ვეტერინარული სამსახური თავის საქმიანობას აგრძელებს და გეტყვიან ალბათ რამდენი ცხოველი აიცრა. ერთ მშვენიერი დილას გაათენა ნახეშუნა გემიგზავნა ძროხა. და შევატყირო რაღაც ვერ იყო ხასიათზე. ნუ აღარ გავუშვით იმ დღით, არა, იმ დღით კი გავუშვით, მაგრამ მე მენახილე მოიყვანა და თქვა რომ მთელი დღეო ძროხებს დაძდევდა აგრესიითაო. რომ მოვიდა აღარაფერს აღარ ასჭამდა, არც წყალს არ აისვამდა. აცრილი საქონელი რატო აი კიდე ეგ დაავადება, მაგას პასუხს ვერ ამიღებდა. რამდენი ხნით ადრე აცერი? იანვარში თუ დეკემბერში იყვნენ აცრილები და ერთი წელიწადი იმუნიტეტს იმუშავებს საერთოდ, არ უნდა გაცოფებული იყო. თქვენ დედოფლის წყაროს საათს უყურებთ, მე ჟურნალისტი ილია მარყოფლიშვილი ვარ და რამდენიმე ხნის წინ კახეთის მუნიციპალიტეტების ყველა გამგებელმა საკუთარ მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა, ასეთი საჯარო შეხვედრა დედოფლის წყაროშიც გაიმართა და გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა საკუთარ ამომრჩეველს წელს განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ვნახოთ საუკეთესო ამონარიდები ამ სხდომიდან. ოზანიდან დედოფლის წყარომდე მომავალი გზა სრულიად ახალი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელს 200,000 ლარი დაიხარჯა იმისთვის, რომ ქედების ზონის 6 სოფელი საუბარია, ზემო ქედი, არხილოს კალო, ქვემო ქედი, სამთაწყარო, პიროსმალი, საბათლო, ასევე სოფელი თავწყარო და სოფელი ჭოეთი, რომელიც გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი, 200,000 ლარი გამოიყო იმისთვის, რომ
გაკეთდა მომზადდა მათი გაზიფიცირების პროექტი და ერთი გიგანტური ნაბიჯი გადავდგით ამ სოფლების გაზიფიცირებისთვის. წელს პირველად გადაიდგა ნაბიჯი იმისთვის, რომ ქედების ზონაში, სადაც გაზი არასდროს არ ყოფილა, შევიდეს გაზი და ამისთვის 200,000 ლარი დახარჯა მთავრობამ და პროექტი უკვე შედგენილი არის. მე თითქმის 99.9% დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელება მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყება. უბრალოდ სანამ ტენდერი არ გამოცხადდება 100%-ით თქვა ძნელია, მაგრამ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, რომ ეს მოხდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვათა შორის რომ იწოდეთ ერთ რამეს გეტყვით, ქედებში გაზის გაყვანა დაწყებული იყო კომუნისტების ბოლო წლებში და შემდეგ როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირში გაჩერდა ეს პროექტი. 2009-ში თუ არ ვწდები, ჯაფარიძიდან ზემოქედის შეესრულებამდე მისული ცენტრალური მაგისტრალი სადაც გაზს უნდა გაევლო, ამოიღეს და ჯარში ჩააბარეს. და ჩვენ ვიჯდება მაგ მაგისტრალის ხელახლა აშენება 1,600,000 ლარი. 1,600,000 ლარი ერთი და მეორე დრო. სად ქედიდან რომ დაიწყებ გაზის გადანაწილებას და სად ჯაფარიძიდან რომ ხელახლა გაიყვან გზას. თუ 2012 წლის სექტემბერში, როდესაც სასწავლო პროცესი დაიწყო, ბაღებში დადიოდა 330 ბავშვი, 2015 წლის სექტემბერში ბაღებში დარეგისტრირდა და მივიდა 980-მდე ბავშვი. და ეს ზუსტად იმის დამსახურება არის, რომ მოგეხსენება დედოფლის წყაროში პირველად საქართველოს ისტორიაში ბაღები გახდა უფასო და შემდეგ მთელ საქართველოში. ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, როდესაც ჩვენ დღევანდელი გუბერნატორი, ჩემი წინამორბედი ბატონი ირაკლი შიველაშვილი იყო გამგებელი. და უფასო გახდა არა იმის ხარჯზე, რომ შობერს კვლავ მოეტანა იღლით, შეშა და ნახევარლიტრიანი ქილით გამოეტანებინა ბავშვებისთვის საკვები. არა, მაგის ხარჯზე არ გამხდა, რომ უფასო გახდა იმიტომ, რომ თითქმის გაათმაგდა ბიუჯეტიდან დაფინანსება და აღარც საჭმელზე უწევთ ზრუნვა, აღარც გათბობაზე უწევთ ზრუნვა და აღარც იმაზე, რომ თავის შვილი როგორ იქნება ზამთრის ცივ დღეებში თუ ზაფხულის თხელ დღეებში. და შედეგად გარდა ბავშვების რაოდენობის გასამაგებისა, ჩვენ მივიღებთ დასაქმებული ხალხის გასამაგებაც, იმიტომ რომ ბაღებში ბავშვთა რაოდენობაზეა დამოკიდებული ჯგუფები. 30 ბავშვზე მეტი თითქმის არც ერთ ჯგუფში არ ყავს. თუ არის 60 ბავშვი, კეთდება 2 ჯგუფი, ეს იმას ნიშნავს, რომ დამატებით ვიყვანთ ამღწდელს, დამატებით ვიყვანთ ამღწდელის თანაშემწეს, დამატებით ვიყვანთ დამლაგებელს. და თუ ძალიან გაზრდილი არის, მაშინ უკვე ემატება მზარეულის თანაშემწეები და ეს იმას ნიშნავს, რომ გასამაგებული ბავშვთა რაოდენობით გასამაგდა იმ ოჯახების რაოდენობაც, რომელიც პატიოსნად შრომობენ და თვის ბოლოს თავიანთ ოჯახში მიაქვთ თანხები. ასევე სოფელ ზემოქედში აგერ ხედავთ 4,3 კილომეტრი სიგრძის წყალსადენი ჩაიდო, 2 მცირე უბანი ღარის გამოტოვებული, რომლის გაწყლოვანებაც წელს მოხდება და ტუმბოთი მიეწოდება და ჩვენ შეგვიძლია თავმოთ ვთქვათ, რომ 2016 წლის 1 იანვრისთვის სოფელ ზემოქედში არ იქნება ოჯახი, სადაც არ იქნება შესული წყალი და ცენტრალურად არ მიეწოდება წყალი. 2012-ში ან 2011-ში ზუსტად არ მახსოვს წინა ხელისუფლების შემთხვევაში ჰერეთის ქუჩაზე არსებული არაჩვეულური ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა კაპიკებში მიეყიდა ერთ-ერთ ბანკს და ამით გააკეთეს ის, რომ ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ შვილებს განათლებისკენ, წიგნისკენ მინოვალი გზა დაუკეტეს და გაუხსნეს საკრედიტო ბარათებისკენ, განმადებებისკენ და სხვადასხვა ფინანსური სამწუხაროდ ხშირად მახინაციებისკენ მინოვალი გზა. და 23,000-ზე მეტი წიგნი დღემდე, მეგობრებო, შეკრული ყრია, იმიტომ რომ ამას სხვა სიტყვა არ ქვია, ჩვენ რაიონის გულსახლის მცირე დარბაზში. ეს წიგნები არის დაპატიმრებული, პრეჟით და მავთულით შეკრული და ეს წიგნები ელოდებიან თავიანთ მკითხველებს და მკითხველი ელოდება იმ წიგნებს. და ჩვენ წელს 100,000-ზე მეტი დაგვიჯდა ის, რომ ეს შენობა სრულად გაგვერემონტებინა, საუბარია ყოფილი სავაჭრო ცენტრის შენობაზე, მეორე სართული არის როგორც გარეთ ისე შიდა ხედი. რთველი 2015 ერთ-ერთი კარგად ორგანიზებული და კარგად ჩატარებული რთველი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის. გადავიდეთ მომდევნო სლაიდზე, თუ შეიძლება ვანოდავ თქვათ, რატო იყო. იმიტომ იყო, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არც ერთ მოსახლეს ერთი მტევანი ყურძენიც არ დარჩენია ჩასაბარებელი.
იმიტომ იყო რომ ამ რთველი 2015-ის ფარგლებში ოფიციალურად რაც ჩვენ მონაცემები გვაქვს 3 მილიონ ლარზე ცოტა მეტი შევიდა ჩვენ გლეხების ოჯახში და ვინც კერძოდ გაყიდა და ქარხნებს არ ჩააბარა ის თანხა კიდევ სხვა არის. მხოლოდ წელს 2015 წელს 115 ჰექტარი ვენახი 110 უკაცრავად ჰექტარი ვენახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შენდება და შარშან გაშენდა 100 ჰექტარი ვენახი. ანუ 2 წელიწადში 2014-15 წელში ჩვენა გვაქვს 210 ჰექტარი ვენახის შემატება. ქერში მაგალითად საშუალო მოსავლიანობა 4 ტონაზე მეტი იყო. საშუალოზე ვამოვდა 6 ტონიანი მოსავალიც მიუღიათ მაშინ, როდესაც წინა წლებში 2 ტონა და 200 ქერში ყოველს დამაკმაყოფილებლად მიაჩნდა. და ასევე ხორბალში 3 ტონაზე ნაკლები მოსავალი ფაქტიურად წელს არ ყოფილა. რამ გამოიწვია ეს? მხოლოდ წვიმამ გამოიწვია? არა მეგობრებო, მხოლოდ წვიმას არ გამოუწვევია. ეს გამოიწვია იმან, რომ უკვე 3 წელია ზედიზედ მთავრობა ფაქტიურად უფასოდ მცირემიწიან ფერმერებს მიწას უხნავს და უბიძგებს იმისკენ, რომ წავიდეს და კონკრეტული ნაბიჯი გადადგას მიწის დამუშავებისთვის. ეს გამოიწვია იმან, რომ ჩვენ იმ ძველი დანგრეული დეტეებით და ბელარუსებით კი აღარ ვხნავთ ამ შირაქის მადლიან მიწას, არამედ თანამედროვე ტექნიკით, რომელიც გააჩნია მექანიზატორს და რომელთა რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება, შარშანაც თუ არ ვცდები 6 ტრაქტორი და 4 თუ 5 კომბაინი დაგვემატა და გამოიწვია იმან, რომ ნორმალური დამუშავება ხდება ამ ტექნიკის. რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, მეტი ურთიერთობა, მეტი შეხება უნდა გქონდეს ხალხთან, ინფორმირებულობა უნდა იყოს 100%-ზე. მე მემაყება რომ მეკუთვნები იმ გამგრებელთა ტიპს, რომელსაც უყვარს ხალხთან გასვლა და მე ხშირად დავდივარ ხოლმე სოფლებში და უშუალოდ ადგილზე ვხვდები და ფაქტიურად იგივე ანგარიშს ვაბარებთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენს მოსახლეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს ყველაფერი აინტერესებს და როდესაც ადამიანი კითხვას თავს არც ერთი ადამიანი კითხვის პასუხის გარეშე არ დაგვიტოვებია. დღევანდელი ეს შეხვედრა, დღევანდელი ეს ანგარიში ფაქტიურად იყო ერთად თავმოყრა ყველაფერ იმისა, რასაც აქამდე ვაკეთებდით, უბრალოდ ვაკეთებდით სოფელში გასვლებით, ვაკეთებდით უბანში გასვლებით, ამ პირიქით მოსახლეობა მოდიოდა ჩვენთან, სვავდა ამ და თუ იმ კითხვებს, ეს იყო ერთად თავმოყრა და ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორედ იმის დემონსტრირება, რომ ჩვენთვის თავარია ერთიანობა და ეს იყო იმის დემონსტრირება, რომ გამგებელი ვალდებულია იყოს ხალხთან ახლოს, ანგარიშვალდებულია, რომ ყველა მიღწეულ წარმატებასა თუ რაღაც განუხორციელებელ პროექტზე გასცეს ხალხს პირდაპირ პასუხი, იმიტომ რომ გათიშულების შემთხვევაში ჩვენ მაშინ წარმატებას ვერ მივახცეთ, ვერც საზოგადოება, ვერც ხელისუფლება ცალკე აღებული. თქვენ ток-შოუ დედოფლისწყაროს საათს უყურებთ და ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს ტელევიზიას თავად ეწვია სოფელ მირზაანში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ფიქრია კურტანიძე და დახმარება გთხოვა მას რა პრობლემები აქვს ამას მოვისმენთ დღევანდელ გადაცემაში საღამომშვიდობისა ფიქრია პირველ რიგში მაყურებელს რო უთხრათ უსახლკაროდ დარჩა ფიქრია და მისი უნარშეზღუდული დედა რომელიც ინვალიდობის სტატუსი აქვს, ხო? პირველ რიგში თავიდან დავიწყოთ, აი, როგორ აღმოჩნდა თქვენი ოჯახი მირზაანში სახლის გარეშე, როგორ დაკარგეთ ბინა? 2 წლის წინ მამა დამეღუპა, ძალიან დიდი ვალები დამედო, არც რაიონის გამგებელი, აბსოლუტურად არავის არ გაუწევია ჩემთვის დახმარება. ვეღარ დავფარე ვალები და გავყიდე ბინა. დღეს მე და დედა უსახლკაროდ ვართ დარჩენილები, ვიყავი ადმინისტრაციაში, დავწერე განცხადება და ერთი თვის წინ მომივიდა, გამომიგზავნეს პასუხი. ჩემი წერილი გადაეგზავნა 8 რეგიონს, დედოფლისწყაროს, ახმეტას, თელავს და ასე შემდეგ. 4 თვე ველოდებოდი, ჩემთვის არც ერთი რეგიონს არ გამოგზავნია პასუხი. შემდეგ მივედი ადმინისტრაციაში და გამგზავნეს თელავში გუბერნატორთან. გუბერნატორმა რა თქმა უნდა ამ საქმეს თავი არის და მითხრა რომ ჩემთვის არანაირი წერილი არავის არ გადმოგზავნია, ანუ არ მეხება მე ეს საქმეო. 3 დღის წინ დედოფლისწყაროს გამგებელმა გამომიგზავნა წერილი, პასუხი უარყოფითი იყო.
რა თქმა უნდა, მათაც არ გაითვალისწინეს როგორც ყოველთვის ჩემი გაჭირვება. ამ შენს წერილში რა სიტყობდი? წერილში შემომთავაზეს ის, რომ გადავსულიყავი იქ. შენ რა სიტყობდი ჯერ ის თქვა და მე რა გიპასუხეს? მე მithხოვდი იმას, რომ ბინა ჩემთვის რაღაც პატარა ბინა იყიდა, ჩვენთვის თავშესაფარი გქონოდა. შემდეგ შემომთავაზეს ის, რომ გადავსულიყავით სადმე ქირით და თვეში ჩამირიცხავდნენ 60 ლარს. ამ თანხით, რა თქმა უნდა, ვერ ვიშოვნე ბინა, იმიტომ რომ ბინები ძალიან ძვირები არის. ამიტომ მე ვითხოვ ცოტა შეიწუხონ თავი, გამოიჩინონ კეთილშობილება და გამიწიონ დახმარება. ვთხოვს ყველას, თუნდაც იმიტომ, რომ მყავს ავადმყოფი დედა, მას აღენიშნება ეპილეფსია, არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და ფსიქიკურად დაავადებული. ამ წუთას სად ცხოვრობთ? სახლის დაკარგვის შემდეგ რა გამოსავალი გამონახეთ? ცხოვრობთ მირზააში, ახლობლის ბინაში, დროებით. და არის იქ პირობები, რომ თქვათ ფართი იყოს შესაბამისი ან რამდენ ხანს შეიძლება გაჩერდეთ იქ? ახლობლის ბინაში ვცხოვრობთ, მაგრამ ახლობელი უკვე გვაგდებს ბინიდან და ამიტომ ქუჩაში აღმოჩნდებით. და ამიტომ ვითხოვ დახმარებას, რომ გაგვიწიონ რაღაც დახმარება. დედას მდგომარეობა როგორია? დამოუკიდებლად ჭამას ან გადაადგილებას ახერხებს თუ აქაც დამხმარე ესაჭიროება? არა, ფსიქიკურად არის დაავადებული, არც მუშაობა არ შეუძლია, თავისთავად ირჩინოს, ამიტომ თუმცა თავის თავს რომ მიხედოს იგივე კვება გადაადგილება შეუძლია თვითონ? კი. და თქვათ რა არის თქვენი შემოსავლები ამ წუთას? აი მაგალითად კვებას ის პენსიაც დედას თავის პენსია წამლებში არ ყოფნის, ერთადერთი ჩვენი საარსებო წყარო არის სოციალური დახმარება 108 ლარი, სხვა არაფერი. და კვებას როგორ ახერხებთ, აი თქვათ ამ ხარჯების განაწილებას? არის საკმარისი ან მედიკამენტების ყიდვა დედასთვის? ახერხებთ? კი. თქვათ აი დახმარებისთვის მიმართეო და რა სტრუქტურებში დაგჭირდა სიარული, რომ გეთხოვა შენი მდგომარეობა წარმოგეჩინა? პაუზებს მოაკეთე, მოგვიყევი რას სად მიმართე, ვისთან იყავი? დედოფლის წყაროს გამგეობას მივმართე. მამა დამეღუპა და მჭირდებოდა დახმარება. არავინ არაფერში არ დამხმარებია, ამიტომ დიდი ვალები დამედო და გავყიდე ბინა. ხო, მაგრამ აი ბინის შემდეგ ამ რომ დარჩი უბინაოდ რა უწყებებში მიხვედი დახმარებისად ხოვნელად ან წერილობით რომელ უწყებებს მიმართე? პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიყავი მისული და განცხადება დავწერე. იყო რამე გამოხმაურება? კი, ერთი თვის მერე გამომიგზავნეს პასუხი, გადაეგზავნა 8 რეგიონს, ადმინისტრაციამ გადაუგზავნა 8 რეგიონს, თელავს, ახმეტას, დედოფლის წყაროს და ასე შემდეგ. და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაავალა რეგიონებს, რომ რეაგირება მოეხდინათ შენს წერილს. კი. და ამ წერილში ცითხოვდი ბინის შეძენას? კი, ბინას ვეთხოვდი. და არც რეგიონებიდან არ წამოსულა რაიმე სახის დახმარება? არა, აბსოლუტურად არავინ. არის შემთხვევები, რომ სოფელში იგივე აი მირზაანში ცხოვრობდა მეზობლები, მირზაანელები ან საკვებიდან რაიმეთი დახმარებოდნენ? არა, აბსოლუტურად არავინ არაფერში არ გვეხმარება.
მოდი მიმართე შენ შეგიძლია მიმართო მაყურებელს როგორც დედოფლის წყაროებს ისე შეძლებულ ადამიანებს და ასევე ხელისუფლებას რას სთხოვდი რა მდგომარეობა გაქვს და რა დახმარება გესაჭიროება მე ვითხოვ იმას რომ ცოტა შეიწუხო თავი გამოიჩინონ კეთილშობილება და გამიწიონ დახმარება თუნდაც იმიტომ რომ ავადმყოფი დედა მყავს მას აღენიშნება ეპილეფსია არის მეორე ჯგუფის სინვალიდი და ვთხოვს ყველას რომ გამიწიონ დახმარება და მომცენ რაღაც თავშესაფარი შენ ახერხებ მუშაობას თუ შენც არა მე ვერ მუშაობ ერთადერთი რის იმედზეც ვარ ეს არის სოციალური დახმარება არანაირი შემოსავალი სხვა არ მაქვს ისე ჯანმრთელობა გიწყობს ხელს რომ იმუშაო თუ არ არის სამსახურები თუ არ შეგიძლია მეც მაქვს პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ ანუ შენ ვერ ახერხებ რაიმე თანხის გამომუშავებას და ოჯახის დახმარებას ასევე შეგიძლია მიმართო შეძლებულ ადამიანებს აი რას თხოვდი რამდენად არის შენი ვითარება ისეთი რომ ვინმე შეძლებულ ადამიანებს ქველმოქმედებს გაუჩნდეთ დახმარების სურვილი რა ვიცი მე იმედი მაქვს გამოჩნდება ისეთი ადამიანი გამოიჩენს კეთილშობილებას და გამიწევს დახმარებას დიდი იმედი მაქვს შენ საცხოვრებელი ფართი გესაჭიროება მირზაანში თუ დედოფლის წყაროს ნებისმიერ მნიშვნელობა არ აქვს სად მთავარია მომცენ თავშესაფარი ერთ ოთახიანი ბინა მაინც სადმე რომ მე და დედა ქუჩაში არ აღმოჩნდეთ თუმცა რაც შეეხება სამთავრობო პასუხს ეს იყო რომ თქვათ გადაიხდიან ქირას თვეში 60 ლარის ოდენობით ანუ მთავრობა გეუბნება რომ ვერ გიყიდით ბინას გადაგიხდით თვეში 60 ლარს და 60 ლარი არ არის საკმარისი რადგან ბინები ძალიან ძვირები არის და ამ ფასში ვერ ვიშოვნე ქირას ვეძებდი მაგრამ ვერ ვიშოვნე ვერაფერი იმიტომ რომ ბინები ძალიან ძვირები არის და ეს არ არის ჩემთვის საკმარისი ეს თანხა რას აპირება ის ამომავლოდ გამოხმაურებები თუ არ არის რა გამოსავალი გრჩება რა ვიცი მართალი რო გითხრა ყველა იმედი გადამეწურა უკვე არაფრის იმედი აღარ მაქვს დიდი მადლობა ფიქრია ჩვენი დრო ამოიწურა ეს იყო მირზაანიდან სოციალურად დაუცველი ფიქრია კურტანიძე რომელიც უსახლკაროდ დარჩა ინვალიდ დედასთან ერთად დახმარებას ითხოვს იმეც ვიტოვებ რომ თუ კი ვინმეს შეგიძლიათ მისი მხარდაჭერა მათ შორის ხელისუფლებას თანადგომას აღმოუჩენთ მის ოჯახს ეს ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი იყო მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე ток-შოუ დედოფლის წყაროს საათია ობიექტივის ეთერში ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს სამშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობით ობიექტივს